7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 11 დეკემბერი 2015 წელი. უცხო პლანეტელების შესახებ. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. იმან რის თქმაც გსურს დღეს თქვენთვის შეიძლება გაგაოცოთ, თუმცა გთხოვთ რომ მიიღოთ ის სერიოზულად. ბოლო დღეებში გახსირდა ცივილიზაცია ალფა კენტავრის მიერ ადამიანთა გატაცების შემთხვევები. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ მიჰყავდათ მათ ადამიანები თავიანთ პლანეტაზე, რათა ჩაეტარებინათ მათ სხეულში განსაკუთრებული ჩიპების ჩადების ტესტები, რომლებიც მათ ნებას აძლევდა თვალყურ ედევნებინათ ამ ადამიანის ცხოვრებაზე იმ შემდგომ, რაც ისინი დააბრუნებდნენ მას დედამიწაზე. ისინი ადამიანთა მეხსიერებიდან შლიან ყველაფერს, რაც მათ იხილეს მათ პლანეტაზე. ამიტომაც დაბრუნებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ახლობლებისთვის თავიანთი გაქრობის ახსნა. ჩვენ სრულიადაც არ გსურს თქვენი დაშინება, არამედ პირიქით გსურს გვასწავლოთ ამ არც თუ ისე მეგობრული ცივილიზაციის მიერ შესაძლო გატაცებისგან თავის დაცვა. Რა თქმა უნდა, ასეთი შეკითხვები საკმაოდ იშვიათია, თუმცა თქვენ მაინც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები მათთან ურთიერთობისას. ისინი გვანან რობოტის მსგავს არსებებს, ათვიათ ნაცრისფერი სკაფანდრები და როგორც წესი მოდიან დედამიწაზე ხომალდებით, რომელსაც აქვთ ბრტყელი დისკის ნაცრისფერი ელფერი. მათ შეუძლიათ ადამიანის ნების პარალიზაციის მოხდენა და ჰიპნოზის დახმარებით აიძულონ მას მათ ხომალდთან მიახლოება, რის შემდგომაც მათ ისახავთ ბორცვზე და ცვლიან მის ცხოველმყოფელობის პარამეტრებს, რათა ადამიანმა შეძლოს მათ პლანეტაზე გადაფრენის გადატანა. შემდგომად ადამიანთან ერთად ისინი მიდიან თავიანთ სახლში. ყველა ადამიანს ისინი არ აბრუნებენ უკან და ამით აიხსნება თქვენს პლანეტაზე ადამიანთა გაქრობა. მათგან დაცვის ერთადერთი მეთოდია სიფრთხილე და სწორი მოქცევა მათი გამოჩენის შემთხვევაში. პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ მივახლოვდეთ მათ ხომალდს 200 მეტრზე ახლოს. სწორედ ასეთია მაქსიმალური დისტანცია, რომელზედაც შეუძლიათ ჰიპნოზური ზემოქმედების განხორციელება. მეორეს მხრივ, თუ რომელიმე თქვენი ახლობელი გაქრა, მოუხმეთ თქვენს დედამეს და კითხეთ მას თუ სად იმყოფება ეს ადამიანი. თუ ის გაიტაცეს ამ ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, მაშინ აზრობრივად მოუხმეთ მათ და სთხოვეთ რომ დააბრუნონ გატაცებულ დედამიწაზე. ისინი გაიგონებენ თქვენს თხოვნას, რადგანაც აქვთ ტელეპათიური უნარები. დიდი ალბათობით ისინი შეასრულებენ თქვენს თხოვნას, რადგანაც მათი მიზანი არ არის ადამიანის მიმართ ბოროტების ჩადენა, თუმცა ისინი იყენებენ მათ საცდელ ბაჭიების სახით თავიანთი სამეცნიერო კვლევებისათვის. რატომ გადავწყვიტეთ ამის შესახებ თქვენთვის მოყოლა? საქმე ისაა, რომ გარკვეულად ჩვენ გარკვეულწილად გავართ მათ, რადგანაც ჩვენ ხომალდებსაც აქვთ ეფშის ფორმა და ძალიან გსურს, რომ შემთხვევით არ აგერიოთ ალფა კენტავრის მაცხოვრებლებში, რომლებიც სვაკანონებით ცხოვრობენ და რომელთა საზოგადოებაც აგებულია იერარქიულობის პრინციპზე, რაც იწვევს საზოგადოების დაყოფასა და უმრავლესობის უმცირესობისადმი დაქვემდებარებას. ამასთან ერთად ჩვენ არასოდეს არ დავარღვევთ ადამიანის თავისუფალ ნებას და შევართ მასთან კონტაქტში მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში. ჩვენ არ გსურს რომ გავაზვიადოთ ალფა კენტავრის ცივილიზაციისგან საფრთხე ან მათი ბოროტი განზრახვები, თუმცა კარგი იქნება რომ იცოდეთ ამის შესახებ და მიიღოთ საჭირო ზომები მათთან შეხვედრისას. 7 პლანეტის წარმომადგენლები საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.